და ჩვენ უბრუნდებით თბილისი მარიოთ, სადაც მიხეილ სააკაშვილი საკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს ხვდება, ჩვენ მარიოთ პირდაპირ ეთერში ვთავთ. მე-10 კლასელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გარშემო სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების ერთი ვითომ ზედმეტაჭკვიანი ნაწილი დადგა ამის ხარდასაჭერად და გამოაცხადეს ლამის ეროვნულ გმირად. ჩვენ თითქოს ეროვნული გმირები ყავდა დავით აღმაშენებელი, 9 ძმა ხერხეულიძე და ვინმე ზერეკიძე, რომელიც ატერორებდა თბილისის ცენტრის რამდენიმე უბანს. ეს რა თქმა უნდა იყო სამარცხვინო გამოვლინება ჩვენი უახლესი წარსულის, როცა ეს იდეოლოგია დომინირებდა საქართველოს. ამას წინათაც ერთ-ერთ ტელევიზიის გადაცემაში ქონდა შესაძლებლობა საზოგადოებას ეხილა რამდენიმე ადამიანი, რომელიც თავის თავს ეთყობა მიიჩნევს საზოგადოების ელიტად. ერთი ამტკიცებდა, რომ თავრობა არის ძალიან საშიში და ცუდი იმის გამო, რომ თურმე ჩაშვებისკენ მოუწოდებს და ეკითხება ჟურნალისტი, აი, ხდება ძაცვა. პოლიციაში უნდა წახვიდე. რას ქვია პოლიციაში უნდა წავიდე? ეს ხო ჩაშვება იქნება. და მეორე მევიოლინეზის. და არ ვიცი როგორი მევიოლინეა, მაგრამ მოქალაქე რო არის, ნამდვილად ეთყობოდა, იმიტომ რომ იძახს, რომ მე პატრონმა ერთხელ მითხრა, რომ დანაშაული თუ მოხდება, ხო გვეტყვიო. მე ვუთხარი, ძმაო, შენ მე ვიოლინოს დაკვრას ხარ გთხოვ. თუ დანაშაული ხდებაო, შენ თავს მიხედავ, მე რა შუაში ვარ. მე მინდა თქვა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა და როგორც მოქალაქე. აი ეს ხალხი, ვინც გამოდის ტელევიზორში და ამასაობს, არის სირცხვილი ქართული საზოგადოების. სირცხვილი და ამაზრზენი მოვლენა რაც შეიძლება იყოს. ეს არის ის ხალხი, ვინც ჩვენ წაგვაგებია ბრძოლები და ომები. ეს არის ის ხალხი, ვინც მიიყვანა საქართველოს დაქცევამდე და დანგრევამდე, რომელიც შეაჩერა ვარდების რევოლუციებს ხო შორის. ეს არის ის ხალხი, რომელიც ქადაგებს, რომ საზოგადოების სოლიდარობა, საზოგადოების ფასეულობები არაფერია, რომელიც სადღეგრძელო სვავს საქართველოს სუფრაზე და რომელიც თითს არ გაანძრევს არასოდეს იმისაც, რომ თავის ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის რამე გააკეთოს. ამიტომ მე გადავწყვიტე მომემართა თქვენთვის საუკეთესო ნაწილისთვის ჩვენი ახალგაზრდობის და მინდა ვთქვა, რომ ერთი საკითხია, რომ ბანდიტები როგორც იქ ზერეკიძე და სხვები უნდა დაისაჯონ. და ამაზე არავის ილუზია არ გქონდეს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა ამათ სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ კანონის თანახმად და ცივილიზებულ ფარგლებში. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მაგალითად უნდა წარმოშოთ არა იმითი, რომ ვიღაცა დავსაჯოთ, ვიღაც ციხეში ჩავსვათ, ესეც თავისთავად ტრაგედია და ესეც არის ცუდი რამის შედეგი. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი განწყობა, სადაც ხალხი, რომელიც ყველაზე კარგად შრომობს, ყველაზე კარგად სწავლობს, ყველაზე კარგი შედეგები აქვს სწავლაში და შრომაში. არის მისაბაძი უნდა იყოს დანარჩენი საზოგადოების, დანარჩენი თქვენი კლასელი უნდა იყოს კლასელების მისაბაძი, სკოლელების მისაბაძი. ინსტიტუტის სტუდენტი, სხვა სტუდენტების მისაბაძი. და ესეც ჩვენი სახალხო თქვენთან. თქვენ ახართ ძვირფასება ჩვენი მომავალი. თქვენ ახართ ჩვენი წარმატების თავარი საწინდარი. საქართველოს ვერავინ ვერ მოერევა, იმიტომ რომ ჩვენ ინტელექტით უნდა ვაჯობოთ იმ ხალხს, ვისაც უნდა ჩვენთვის პრობლემების შექმნა. ჩვენ მათ ვერ ვაჯობთ რიცხოვნებით. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი და ხედავთ რომ გაზი გაგვიძვირეს და პირიქით აქეთ გვირტყავენ და აქეთ იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ ამ იარაღს. თავარი რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ხალხი და თავარია რომ თქვენ ხართ ამ ხალხის ნიმუში. არა ისინი, ვინც გეუბნებიან რომ ჩვენი ფასეულობა თუ არის კარგის მაჭამა, ეგრეთ წოდებული ქალაქელობა, უბნელობა და საქართველოს დაქუცმაცება. დაიწყეს ჯერ უბნებით, მე კარგად მახსოვს, კარგად, ვერელი უკეთესია ვიდრე ვაკელი, ვაკელი უკეთესია ვიდრე საბურთალოელი, საბურთალოელი აღარ გვასვენებენ ქალაქელებს, ქალაქს ჩამოეწნიან ესენი სოფლებიდან, ხო, ამას ტელევიზორში ლაპარაკობდი ხიათ, ხო? ეს ხალხი უკვე ჩაირეცხა და ჩაირეცხება ბოლომდე. ასეთი მენტალიტეტის მატარებელი ხალხი. მათ ჩაანაცვლებს ის ხალხი ყველა თაობის, ყველა ასაკის და ყველა კვალიფიკაციის, ვისაც აქვს კვალიფიკაცია, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა, რომელსაც უყვარს სხვა მოქალაქეები და ცემენ პატივს მათ უფლებებს, რომელიც ძათ არის საზოგადოებისთვის გაიღოს მსხვერპლი და რომელიც ძათ არის რომ დღე და ღამე იმუშაოს და თავის შრომით და ნიჭიერებით დაამტკიცოს თავისი უკეთესო